აზარ ერქომაიშვილის სახელობის ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ელექტრონული ჟურნალის ქართული ფოლკლორის არქივის კატალოგისა და წიგნების თარგმანების პრეზენტაცია გაიმართა. მსოფლიო მუსიკა ფილიპ ბოულმანი და ეთნომუსიკოლოგია თიმოთი რაისის ავტორობით ოქსფორდის გამოცემაა და პოპულარულ ენაზე გვიყვება მსოფლიო მუსიკის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ. გამოცემა წარადგინა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, ეთნომუსიკოლოგმა, ფოლკლორის ცენტრის საერთაშორისო მიმართულების კონსულტანტმა ნანა მჟავანაძემ. რაც შეეხება ელექტრონულ ჟურნალსა და არქივის კატალოგს, ის ფოლკლორის ცენტრის არქივის ხელმძღვანელმა სანდრო ნათაძემ. წიგნების პრეზენტაციას მიმდინარეობისას დამსწრეებთ შესაძლებლობა ჰქონდათ ანსამბლ რეხეულისათვის, კრისტიან სიხარულიძისთვის, ლაშა ჩხარტიშვილისა და ვასო ცეცხლაძისთვის მოესმინათ. წიგნების პრეზენტაციას მუსიკოსებთან და ეთნოგრაფებთან ერთად საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი, ხელოვნების პედაგოგები ესწრებოდნენ. პროექტები განხორციელდა საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და აზარ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით. და დიდი ხანია მინდა რომ ასე ვთქვათ საბაზისო ეთნომუსიკოლოგიური ლიტერატურა ქართულ ენაზე იყოს ხელმისაწვდომი ქართველი მკითხველისთვის. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში შესაძლებელი გახდა ამ იდეის განხორციელება და უკვე მესამე წელია დავიწყეთ ოქსფორდის გამომცემლობის სერიის ძალიან მოკლე შესავლის ერთ-ერთი გამოცემით, რომელიც ეხებოდა ეთნომუსიკოლოგიას, ცნობილი ეთნომუსიკოლოგიის ტიმოთი რაისის ავტორობით. და მესამე წელია უკვე მეორე გამოცემა ეს და დღევანდელი პრეზენტაციაც სწორედ ამ სერიის ახალ წიგნს მსოფლიო მუსიკას მიეძღვნა. საქმე ის არის, რომ ეს ორივე წიგნი არის ურთიერთკავშირში და რაღაცნაირად ავსებს ერთმანეთს და ამ ტიპის სერია, რომელსაც დაწურულია ყველა ინფორმაცია, რომელიც არ არის გადატვირთული დეტალებით, არ არის გადატვირთული რაღაცა სიღრმეებში, კვლევის ნიუანსებით, ძალიან გამოსადეგი იქნება ფართო აუდიტორიისთვის, როგორც მკვლევრებისთვის, ასევე ზოგადად მუსიკით და მსოფლიო მუსიკით დაინტერესებული საზოგადოებისთვის. ჟურნალი მიზნად ისახავს, რომ ქართულ და უცხოელ აუდიტორიას გააცნოს ქართული ფოლკლორის ვერსადით, რომ შეიძლება ისდაგვარად ყველა დარგი სამეცნიერო პოპულარულ ენაზე. საიტი არის geofolk.g და არის მეორე ფოლკლორის საარქივო მასალების კატალოგიზაციის საიტი folk.catalog.g, სადაც თავს მოიყრის საქართველოში არსებული თითქმის ყველა, თუ კი არა ყველა ორგანიზაციის, არქივის და ინსტიტუტის მასალები, კატალოგები ამ ორგანიზაციების, სადაც ინახება ფოლკლორული მასალები. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ყველანაირად ცდილობს, რომ ხელმისაწვდომი გახდეს ქართული ფოლკლორი და მეცნიერული აზრი ფოლკლორის შესახებ ფართო მასებისათვის და სწორედ ამას ემსახურება ელექტრონული ჟურნალი, რომელიც მოიცავს ფოლკლორის ყველა დარგს და მასში გარკვეული პერიოდულობით ქვეყნდება სტატიები ფოლკლორის ყველა დარგიდან, მაღალი რანგის სპეციალისტების ავტორობით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა ამ ბოლო პერიოდში, შეიქმნა folk კატალოგი, რომელშიც ასახულია და ნელ-ნელა მდიდრდება ეს კატალოგი კიდევ ახალი მასალებით, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო არქივებში დაცული მასალებით და ნებისმიერ მსურველს და დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია folk კატალოგის მეშვეობით აღმოაჩინოს, რომელ არქივში რა მასალა ინახება და მიზანმიმართულად მივიდეს და გაეცნოს მათ. ასე რომ დღეს ყველას მულოცავს დღევანდელ დღეს, იმიტომ რომ ქართული ფოლკლორის ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღე დადგა.